ჩვენს მეგრულ კულინარიაზე საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა. მეგრული კუპატი არის სამეგრელოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უგემრიელესი ტრადიციული კერძი, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული არომატით და მოსამზადებელი ტექნოლოგიით. აქ არის ძირითადი ინფორმაცია მეგრული კუპატის შესახებ. რა არის მეგრული კუპატი? კუპატი არის ღორის ხორცით, ან ხორცის ნაზავით და სხვადასხვა სანელებლით შეკმაზული ძეხვი, რომელიც ივსება ნაწლავში. ის განსხვავდება საქართველოს სხვა კუთხეებში დამზადებული კუპატისგან ძირითადად გამოყენებული სანელებლების ბუკეტით. რა სანელებლებით მზადდება? მეგრული კუპატის მთავარი საიდუმლო მისი უნიკალური არომატია, რომელსაც ანიჭებს შემდეგი ინგრედიენტები. მთავარი სანელებლები: ნიორი, წიწაკა, მეგრული წიწაკა, აჯიკა ან წითელი გამხმარი წიწაკა, ქონდარი, ძირა და შაშკლავი, ქინძი. დამატებითი კომპონენტი: ხშირად ხორცის გარდა ემატება ხახვი და ბროწეულის წვენი, რაც კუპატს განსაკუთრებულ სიმჟავესა და სიხალისეს აძლევს. ხორცი: ძირითადად გამოიყენება ღორის ხორცი და ღორის შიგნეული, ღვიძლი, ფილტვი, გული. როგორ მზადდება და როგორ მიირთმევენ? ხორცს წვრილად ჭრიან, ურევენ სანელებლებს და ავსებენ გასუფთავებულ ნაწლავში. 2. მოხარშვა შემწვარი: მომზადებამდე კუპატს ჯერ ადუღებულ წყალში ხარშავენ ან წვავენ. ყველაზე არომატული კუპატი გამოდის ნაცარში ან ნაკვერჩხალზე შემწვარი. 3. მირთმევა: მას ტრადიციულად მიირთმევენ ახალ მოხარშულ ღუმუსთან, ღომთან ერთად და რა თქმა უნდა მეგრულ აჯიკასთან ერთად. მნიშვნელოვანი ნიუანსი: მეგრული კუპატი ხშირად მზადდება საშობაო ან საახალწლო სუფრისთვის, რადგან ის ღორის დაკვლას უკავშირდება.